everyone, let's go, boy! ზიმზიმა მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ უყურებთ ჯოინერ ლუკასის საავტორო გადაცემას ზიკოსთან, მე მის წამყვანი ზიკო ვარ და დღეს ჩვენ დავარეაქტებთ Malflex-ის ალბომიდან გამორჩეულ ტრეკებს, რომლებიც თქვენ დაწერეთ კომენტარებში, წინა რეაქტის ვიდეოს კომენტარებში. იქედან ღრმა ანალიტიკის საფუძველზე შეიჭრა რამდენიმე ტრეკი. გეტყვით აქვე რომ არ არის სამი ტრეკი და არის მეტი და დავარეაქტებთ მოკლედ ამ ტრეკებს. პირველი ტრეკი, რომელსაც დავარეაქტებთ, იქნება ერთი ცალი და შემდგომ მე მივყვებით ესე რომ ვთქვათ ქრონოლოგიურად. სანამ რეაქცია გადავალთ, მანამდე ძალიან გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი, ეს ვიდეო დაალაიქოთ, წლის ბოლომდე ავიდეთ 46,000 გამომწერა. და რა იქნებ ვინმე დაინტერესებული პირიც გამოჩნდეს, რომელიც შეხედავს და იტყვის, რომ ვაუ, ამ ადამიანს 2020 წელს დაუწყია YouTube და 6 წელია გაუჩერებლი ვაკეთებს. ყოჩახ დასაფასებელია. და კონკრეტულ თანხას ჩამირიცხავს ქართულ ვალუტაში. მადლობა, მოკლედ რომ უყურებთ ამ ვიდეოს. ხვალაც გელოდებათ ახალი რეაქტი, ზეგაც გელოდებათ ახალი რეაქტი, მაზეგაც გელოდებათ ახალი რეაქტი და ტრეზეგე ცუდი ფეხბურთელი იყო ძალიან. კაი, წავიდეთ, მოდი მე მგონი დროა. დავიწყოთ ერთი ცალით. გავიშვით. Okay, კაი. სანამ ამ ტრეკზე რამდენიმე სიტყვას ვიტყვი, მანამდე კომენტარებში ხშირად წერენ ხოლმე, რომ აი ეგ ტრეკები ჩვენც ჰქონდა მოსმენილი და რამე 1-2 სიტყვა გითხარი და ასე შემდეგ. ჩემო კარგო ადამიანებო, მუსიკის რეაქტი არის პირველ რიგში ხო გაინტერესებს. ეს ტრეკი გაინტერესებს, ხო? ამ ტრეკს იმდენად უნდა სცე პატივი, რომ არ შეაჩერო ამ ტრეკის ქრონოლოგია, რაც რეალურად ჩამფიქში იყო. შესაბამისად, ტრეკის დაპაუზება, აი გამოუვალი მდგომარეობა თუ არ არსებობს, არ არის მისაღები რა. უნდა მოусმინო თავიდან ბოლომდე და შემდგომ უნდა გააკეთო კომენტარი. მუსიკის რეაქტი არ არის ტრეკის, რომელიმე ტრეკის ან ნაწარმოების განხილვა. განხილვის დედას შევეცი, მოდი აქედან დავიწყოთ. იმიტომ რომ განხილვა ზოგადად თვითონ რაცული სიტყვა განხილვა
ანუ რა უნდა განიხილო, ვინ უნდა განიხილო, აი რატო უნდა განიხილო. მუსიკის რეაქცია არის ძალიან ვირუსული ესე რომ ვთქვათ, ვიდეო მიმართულება, რომ რა დროსაც შენ ამუღამებ როგორ სიამოვნებს აი მუსიკის დამრეაქტებელს თუ კრეატორს თუ ვინმე სხვას არ აქვს მნიშვნელობა, აი ეს მუსიკა რა feelings აწვდის. შესაბამისად თქვენ მაყურებლებზე მაქვს საუბარი, აქცენტი უნდა გააკეთოს აი რა მომენტში რა სიამოვნებს ამ სიმღერაში და არა ის რას იტყვის ამ სიმღერაზე მერე. ნახეთ დოგმა არ იქნება ეს არასდროს, რომ უეჭველი რაღაცას დაელოდე, რომ იტყვის. არა, მე ხო იუთუბერი არ ვარ. მე მუსიკას უსმენ, ამას ვიღებ და გაწვდით მე 6 წელია. ხო და ეგ არ არის იუთუბერული ამბავი. იუთუბერი რო ვიყო, საშინელი ყლებები მეკრებოდა გაკეთებული აქამდე დაბერწმუნეთ ხელს ვერავინ და ვერაფერი ვერ შემიშლიდა მაგაში. კაი, გადავიდეთ, მოდი მომდევნო ტრეკზე. მომდევნო ტრეკი არის Georgian Cheese და დავაგემოვნოთ. წავედით. Evil Empire, laughing all the way to the bank. მაგრამ ეს სტილი ყველა მცადა. აი იმენა ყველა მცადა რა. ან ვთანხმდებით იმაზე, რომ 2026 წლის ახალი ჟანრობრივი მიმართულება ეს რაც ის დიკიდმა დაიწყო UK-ში რა და. ბიჭო, Maflex ქონდა მანამდე მსგავსი დისტორშენიანი ტრეკები რა. გახსოვთ თქვენც ახლა თუ ამ რეაქციას უყურებთ, თუ ეჭველი გახსოვთ ეგეთი ტრეკები და აქ ბიტი იმდენად გავს, აი ჩამაფიქრეთ ალბათ ეგ იყო, რომ აი ესეთი ტრეკი აბა მზადოთ. მე ვერ უმუღამებ რა, ანუ უსმენ ჩვეულებრივად, თქო აი არასდროს არ მექნება პლეილისტში ისე რაღაც მოცემულობას მოირგოს რა. ვერ თან მე პოპულისტობა ძალიან ნაკლებად ჩემთან და ალბათ მაგიტო რა. კაი, მოდი წავიდეთ შემდეგ ტრეკ. ოჰოჰოჰოჰო, მოიცა. შემდეგ ტრეკზე, რომლის სახელიც არის ბასურა. მე მგონი კარგად მივდივართ, იდეალურად მივდივართ, რასაც ქვია. წავიდეთ ბასურაზე, თან ტრეკების ქრონომეტრაჟიც მშვენიერია რა, რო არ დაგხლის მოსმენის დროს. წავედით ბასურაზე, მოკლედ. სანამ ბასურაზე წავალთ, მანამდე კეპები, იდეალური კეპები, იდეალური ხარისხის, ძალიან ბევრი თან მე პროსტა ეს შავი ყველაზე მეტად მომწონს და სულ ეს მახურავს ხოლმე. მაგრამ ძირითად აქვს დაახლოებით 6-7 მოდელი კეპ კულტურას, რომელიც მოგეწონება ძალიან.
ამიტომ შეგიძლიათ ესეთი კებები თუ მოგწონთ, მიმართოთ კებ-კულტურას და უთხრათ, რომ ზიგოსგან ხართ. ხოლო თუ კომპიუტერული პერიფერიის აწყობა გსურთ ბიუჯეტურ ფასად, კარგ ადამიანებთან ერთად, აი GS Shop. ეხლა უნდა ყოფილიყო კიდე დროპი. სახასიათო ტრეკი. მამა ფლექსური. კაი, შემდეგი ტრეკი არის ბულვარი. და ამის მერე კიდე ერთ ტრეკს მოვუსმენთ. კაი, გავუშვათ აბა. Let's go. რაღაცანცაილი ბიჭი გავუღვიძე დღეს უნდა ვიყო ფორმაში ყოველი დღეათეს ოჯახსა ფული დარჩენა არის შემოფლექს დამინდექი ქველი წყალი დამასხელი ხელს დასმა შეიგულს როცა რაღაც გულსკენს ეცოდები ბიჭო როცა ღამით ფაქტებს დებ ვერ ვითანინ ბიჭებს ვინც ერგება ყველა ხრელს საჭმელს არასდროს ვაფუჭებს უთადოებს გაღიდე შენ მამა ერთხელაც თუ უსმენს ხვებს მინდოდა ხმალი მაგრამ შევეკუენ დრებს ხედავ ბევრ ზარს როცა ვაკორდები ჭერს მარტი მაპატიებს და შმაკი მახსენებს სენს ჯინჯერი თავი ლიმონი ვამზადებ წვენს Okay, ძალიან
მინდა რომ ყველა ტრეკს მოვუსმინო. ეხლა უბრალოდ რამდენიმე ფაქტორი არსებობს. პირველი ფაქტორი არის ის, რომ ყური გეღლება ძალიან რამდენიმე ტრეკის მოსმენის დროს, რავი, 1-5-6 ტრეკს რომ მოусმენ, თან მე ხმამაღლა უსმენ ხა აქ. და შესაბამისად ყური უფრო იღლება. რაც უფრო ნაკლებ ტრეკს უსმენ, მით უფრო კარგად აღიქვავ ყველაფერს რა ტრეკში. ხო და მეც მინდა მთლიან ალბომს რომ მოусმინო. ამ ალბომის მეორე ნაწილი იქნება თუ არ იქნება, ეგ არ ვიცი. მინდა რომ იყოს ყოველი შემთხვევისთვის. თქვენ მაინც ყოველი შემთხვევისთვის დაწერეთ ტრეკები, რომლებიც გამომრჩა აქ და უეჭველი უნდა მენახა. დღეისთვის ბოლო ტრეკზე გადავდივართ. არამაიცა. არამაიკ. ეგრე ქვია. ან შეიძლება არასწორად ვამბობ, არ არის არაფერი გამორიცხული. მადლობა ამ ტრეკების მოწოდებისთვის და კომენტარებისთვის და მადლობა რომ უყურებთ ამ გადაცემას. წავედით. და პასე ხოდი ბიჭო სანამ გვიანია ხედვა ლამაზია ღმერთო გოგო მკურნალია შიში არ მეხება როცა გვერდი თუფალია ზოგიერთ სიზმარია შვილო ხედვა უხდავია ღმერთმა ყველაფერი კარგად მომცა გარანტია რა არ მინახია ღმერთო რა არ მინანია ღმერთის ფაორიტი ჯარისკაცის სიმპათია ერთი და იგივე ტალახში და მაპატია ის ხომ მაღალია ის ხომ მართალია უფალი ერთადერთი ბიჭო რაც მე გამაჩნია სახში პური მომაგდილეთ ყველას გვეხარია ტოპზე არ ვარ შვილო იქ ვარ სადაც ოჯახია ბიჭუნა არ ვარ და მაგ მამაკაცის ვიბრაცია რა არ გვინახია ღმერთო რა არ გვინანია გული გადახილი შევეჩვიერა ხანია მახსოვს ვინ ვარ ბავშვი ჩემში ისევ ცოცხალია ბავშვი ამაყია მოусმინე ალალია ბავშვის კითხვები ვისმინე ყველამ დამაბნია ასოსთან რაღაცა მწყინავ და გუჭის კამარია არა და მახსოვს დაობილი პური გუჭამია მოსვევ წერდი მახსოვს ეს დღეები მინატრია ყველას უყვარს კაცი როცა სახლში მომდანია ღმერთმა მომიარა ჩემთვის ტრებით შეარჩია რაღაც მომიქნია ეს მუტელი ლაჩარია დედა თქვენის ტრაკის ხორცი ჩემთვის სიაფია ოჯახში ბოზური მიდგომის წესი ადათია ზურგიდან დაწმელი ბოზების სველი დინასტია დედები ბიძური თქვენი ამკი და ინფექცია უფალმა მარი და მეცუდი ჩემი დარაჯია სახეში ვტენეშნირებს კონდა სწრაფი რეაქცია თქვენ დედებზე ვფიქრობ შემომიტევს ნოსტალგია კამათელს ვაგორებ ეს ცხოვრება ხო თამაშია მოხუმარე მამათა რეჟიმის ეტაპია ბევრ რეპერს ბავშვობიდან გაუკეთეს კასტრაცია კაიფლო გააგრო შეხერა ფერუხარია ლაივში უტრაკო და ბიძე დიდი ფანტაზია კადვე რა გვიქვამ ჩემამდე ბევრის ნახმარია ვიცარე პავლოცვას ისმენ და ჩვენზე ჭკვიანია გონია კონტროლოს ტრეკზე სიტყვის ფილტრაცია ჩემი მუჭი ხოძე ეჭვია რა დროს შეპარვია ორი კაცი ზირში ეგდო როგორც ფეკალია ქუჩას გაეცინა ეს დანახი თეატრია ქუჩა მოათრია ქუჩამ სადათრია ქუჩას შეელია ქუჩამ აპატია ქუჩაში სტუმარია ტრევი ახალზმა ოღროს ესი არაზრო შეწყვიტო ფულის ფლა პროჟეტატუ დიდი წონა მონათლული ვარ ერთხელ ყური მიგდო იმის მერე შემჯდა ტრეკზე ვაშკაცი ადგილზე საქმე ვერ ქნა ოქროს მძიმე კისერი მატკინა შემცა ზოგი ისე მოიტყნება გამოუღებლად მადლობა ყველას ვინც ეს ტრეკი დააკომენტარა რომ უეჭველი მოусმინებ აი მე როგორ მინდა რომ აი ძალიან ცუდი ადამიანი ვიყო და ეხა რაც გავიგე ამ ტრეკიდან და რაზეც არის ტრეკი ყველაფერი ვილაპარაკო მაგრამ მე ხო ცუდი ადამიანი არა ვარ და ნახოების გამო ხო არაფერს არ ვაკეთებ იმიტომ რომ თქვენ უყურებთ ჯოინერ ლუკასის ავტორო გადაცემას სიკოსთან მე მის წამყვანი სიკო ვარ მომავალ შეხვედრამდე peace